ფიქრობ ის რაც ახლა ხდება ყველამ კარგად უნდა გაიაზროს. ბრიტანელები, ფრანგები და უკრაინელები ერთად ცდილობენ ამერიკელები მახეში გააბან და აიძულონ მას უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს. ტრამპს კატეგორიულად არ სურს უკრაინას რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტია მისცეს. ამას რასაკვირველია პუტინთან მოლაპარაკებების კონტექსტის გათვალისწინებით ვამბობ. ბრიტანელები, ფრანგები და უკრაინელები კი მაქსიმალურად ცდილობენ კიევმა ამერიკიდან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს. უნდა გვახსოვდეს, რომ გასულ კვირაში ორშაბათს ტრამპს მაკრონი ეწვია, ხუთშაბათს სტარმერი, ხოლო პარასკევს ზელენსკი. ამ პერიოდში ჩატარებული ყველა დისკუსია მინერალების შესახებ შეთანხმების ირგვლივ ტრიალებდა, რომელიც თავის მხრივ იმგვარადაა შემუშავებული, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აიძულებს უკრაინისთვის არაპირდაპირი გზით უსაფრთხოების გარანტიები გასცეს. შეთანხმების მეოთხე მუხლში ვკითხულობთ, იარსებებს საერთო დაცვითი მექანიზმი კრიტიკულად მნიშვნელოვანი რესურსებისთვის. ამ გზით ცდილობენ ისინი ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მახეში გაბმას. თუმცა რასაკვირველია, ის ამას კარგად ხვდება. ტრამპსა და JD Vance ძალიან მობეზრდათ უკრაინელებთან, ბრიტანელებთან და ფრანგებთან ამ თამაშში მონაწილეობა. ის რაც ტრამპს, ვენსსა და ზელენსკის შორის მოხდა ოვალურ ოფისში, შეხვედრის ბოლო 10 წუთში, ამ დაძაბულობის საჯარო გამოხატულება იყო. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.